მოკლედ საახალწლო შებულებები თუ დასვენების დღეები ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა სამუშაო და სასწავლო გრაფიკზე გადაწყობა და სტარტის აღება კი ალბათ ბევრ ჩვენგანს უჭირს მეტიც ამის გამო ადამიანთა გარკვეული ნაწილი ხშირად მცირე დეპრესიასაც კი განიცდის რაც ცხადია ართულებს ცხოვრების ჩვეული რითმით გაგრძელებას როგორ დავბრუნდეთ სამუშაო თუ სასწავლო რეჟიმში უმტკივნეულოდ და რა გზები და ხერხები არსებობს ამისთვის ჩვენი სტუმარი ფლოუმასტერის დამფუძნებელი ალექსანდრე ჯეჯელავა შეეცდება გაგვიზიაროს სწორედ ახლა დილამშვიდობის საბატონო ალექსანდრე. მოკლედ, ბევრისთვის არის რთული, აი ესე დასვენების პერიოდიდან შემდეგ გადმოწყობა სამუშაო რეჟიმზე, რადგან ჩვენ ამ პერიოდში რაღაც განსაკუთრებულ სიამოვნებებს ვიღებთ, ის რაც გვაკლია წლის განმავლობაში და ვერთვებით თავიდან ბოლომდე 100%-ით ხშირ შემთხვევაში იმ საქმიანობას, რასაც ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე და დაბრუნება შემდეგ არის საკმაოდ მტკივნეული და ბევრი გვიყურებს ალბათ ახლა ორშაბათია, ზოგი გასასვლელია სამსახურში, ზოგი უკვე გავიდა ხო და მოდით სანამ გავლენ სახლებიდან და ტელევიზორები ჩართულობთ თან გავაყოლოთ რამოდენიმე სამოტივაციო ესე იგი რჩევა რომელიც გამოადგებათ კი ბატონო პირველ რიგში ესე იგი თქვენ შესავალში мотивация სიტყვა იყო ნახსენები ბევრჯერ 10-ჯერ და მოკლედ იყო ესეც სტატია ეხლა ხანს motivation is overrated რომ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს мотивაციის ყველგან ვფიქრობთ რომ мотивация უნდა იყოს და არ არის мотивация არ არის დასაყრდენი წარმატების დასაყრდენი არის დისციპლინა мотивация არის ბეზე ტორტოზე აი აქ ალაგ-ალაგ რომ დაუმატებს გემოს დისციპლინა ესე იგი ცნობილი ამერიკელი გენერლის გამოსვლა არის სტუდენტების დამამთავრებელ შეკრებაზე და ესე ქვია ამ გამოსვლას start by making up your bed ლოგინის გასწორებით დაიწყეთ და მე ესე დავიწყებდი თქვენი ნებართვით რომ ეს წელი დაიწყეთ ლოგინის გასწორებით იმიტომ რომ პატარა და უინტერესო საქმეებში არის გასაღები და არა და დიდ საინტერესოში დიდი საინტერესო საქმე რო გეწევა ისედაც მოტივირებული და ბედნიერი იქნები რა თუნდა მაგას შენშვილი რაღაცა ახალს მოიმოქმედებს მაგას საერთოდ არ ჭირდება შინაგანი ენერგია თავისთავად მოაგბედნიერება ხო? საწოლის გასწორებაში გულისხმობთ რომ ჩვენ დღის დასაწყისში უკვე ჩვენს თავს შეიძლება ვაიძულებთ არ გვინდა მაგრამ ვაიძულებთ რომ რაღაც ყოველდღიური წესჩვეულება საქმიანობა შეასრულოს საწოლის გასწორებაში გულისხმობთ საწოლის გასწორებას დავიწყოთ ამით კონკრეტულად საწოლის მართლასაც და მე უკვე ერთი საქმე უკვე მოთავებული გაქო ჯერ რომელი საათია და ერთი საქმე უკვე კარგად გაკეთებული ხო შემდეგი იქნება კვილების გამოხერხვა პირის დაბანა რაღაცა და მოკლედ ჩვენი სისტემა ესე მუშაობს ასე ვთქვათ რომ თუ შენიტყვი რომ უიმე რასაც წყალი ვარ და რა უბედური ვარ და როგორ დავიღალე მაკეთკენ წავა შენი მთელი ორგანიზმი და თუ იტყვი რომ რა ყოჩაღი ვარ 1 2 3 საქმე უკვე გავაკეთე და კარგი აგერ დანკინის ხავაც მივაყოლე უკვე წამოგვება ხო ხო და ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა წავიდეთ ესე იგი შედეგისკენ და კიდე ერთი რა მინდა იცით გითხრათ პროფესიონალიზმი თქვენი მაგალითად როგორც წამყვანების ან ჩემი როგორც ტრენერის მდგომარეობს იმაში როცა არა გაქვს мотивация მაშინ როგორ აკეთებ ის კი არა როცა გაქვს мотивация დედის თუ იქნება თუ წამყვანის როცა ცუდი დღე რო გაქვს მაშინ როგორი წამყვანი ხარ ცუდ დღეს როგორი მსახიობი გაქვს ესეთი რამეები რო ხდება გარემოში მაშინ როგორი პროფესიონალი ხარ ეგ არის პროფესიონალიზმის საზომი bottom line-ს ეძახიან ქვედა ზოლი არის მთავარი და არა ზედა ბედნიერებაში ყველა ბედნიერია ეხლა და ზეიმში ყველაზე იმობს ესე იგი თუ ადამიანი გასაგებია რომ უნდა დავიწყოთ საწოლის გასწორებით ნუ პირობითად ან თუნდაც კბილის გახეხვით ჩვეულებრივი რუტინა რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია მაგრამ თუ ადამიანი ადგა არის აბსოლუტურად განწყობის გარეშე არ უნდა მას არც საწოლის გასწორება დღეს ბევრ რაღაცაზე უარს ამბობს რაც აქამდე გაუკეთებია და უბრალოდ სუთ ხასიათია ასეთ შემთხვევაში რა ვშვებით რა რჩევას ვაძლევთ ეს ადამიანს სულ ხასიათზე ყოფნისას საწოლის გასწორება არა ვიცი მაინც ანუ მაგაში არის მოღალე რომ ჩვენი მოქმედებები და ჩვენი ხასიათი ჩვენ ხასიათს პატივი უნდა ვცეთ ჩვენ გვაქვს უფლება ცუდ ხასიათზე ვიყოთ გვაქვს უფლება ვიყოთ კარგ ხასიათზე ყოველთვის უფლება გვაქვს ოღონდ საწოლი უნდა გასწორდეს კვილები უნდა გამოიხეხოს უნდა მოწესრიგდეთ გადაცემა უნდა დაიწყოს ხო დღეს ეხლა თქვენ ასეთ ხასიათზე დაიწყეთ გადაცემა თუ ისეთ ხასიათზე დაიწყეთ ხო დაიწყეთ
დაიწყეთ ის დრო რომ დადგა ამაშია მუღამი და აი ეს ხალხი მაგაშია ტელევიზიის ერთ-ერთი პოზიტივი და ენერგია ისა რომ ასეთი ხასიათია თუ ისეთი ხასიათია აგერ ამაზე გამოწყობილი ხალხი გამოჩნდება და მაგას ყველა ხვდება რომ შენ ვერ გიქნება სულ საზეიმო დღესასწაული და რავი ხალხი წარმოდგენებს დგამს თეატრში და რა ვიცი იქნება რა მოუვიდა იმ დღეს იმ ადამიანს შეიძლება საერთოდ თავზე დაექცა სამყარო მაგრამ იმ თავის პროფესიონალებს მაგაში აქსოვს ამიტომ ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება გვაქვს მეც თქვენს და ყველას და საწოლის გასწორებით უნდა დავიწყოთ მაინც და ის პატარა რუტინები რაზეც არის ლაპარაკი აი micro habits მიკროჩვევებს ეძახიან იმას რომ გააკეთებ მე შენი ორგანიზმი მთელი ცნობიერება ხვდება რომ შენ დავალებას აძლევ რომ ის გავიდეს იმ თავის სამუშაო რეჟიმში და მე უკვე მუღამში შეხვალა ასე ვთქვა და ეს flow რომელსაც flow master მაგითო ქვია რომ flow-ში რომ შედიხარ მე უკვე ხასიათი და ყველაფერი გამოყვება. ბატონო ქსეტრე დისციპლინა ახსენეთ რა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც რომ თუნდაც შვებულების პერიოდში შევინარჩუნოთ რაიმე რეჟიმი და ვიყოთ მაინც დისციპლინირებულები. აი ეს საჭიროა. აი ყველაზე კარგი მოშვებულეები აი ეს შეგრძნება თქვენთვის ნაცნობი იქნება რომ შაბათ-კვირა გავიდა და არაფერი არ გაკეთდა. საერთოდ არაფერი ვერც კი დაისვენე. დასვენებას აპირებ მთელი კვირა ელოდი ან მთელი წელი ელოდი შვებულებას და ისა. როგორც კი ყველაზე კარგი ხალხი დამსვენებლებს გეგმა აქვთ დასვენებისთვის, დილას წამოხდება, კარგი მას გემრიელ ყავას გაიკეთებს, იმას იზამს 17 მეგობარს ნახავს, აი როგორი ის ქონიათ თქვენ მოგზაურობა, როცა მილიონი რამე ნახეთ ძალიან მოკლე დროში და ქონიათ დღეები, როცა თითქოს საწავიდა ეს შვებულება ვერ გაიგებ, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საწოლის გასწორება შვებულებასაც აქვს თავის საწოლის გასწორება, ხო შეიძლება სხვა რამე გინდოდეს და ყვავილების მოვლა გინდოდეს და ბავშვთან თამაში. მე მყავდა კოლეგა, რომელიც ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და რაღაც მომენტში წავიდა და ბლოკნოტში რაღაცას ჩაიწერდა. რასაკეთებ მეთქი და კვირაკს ჰქონდა ნახევარი დღე ბავშვთან და იდეებს აგროვებდა მთელი კვირა, რომ რას გააკეთებს იმ ნახევარ დღეში და იმ ბავშვისთვის ის ნახევარი დღე იყო ზეიმი, ფეიერვერკივით, იმიტომ რომ ეს იყო კონცენტრირებული ნაფიქრალი რა. დროის ფუჭად დაკარგვა ზუსტად, აბარა, მაშინ უფრო დასანანია დროის ფუჭად დაკარგვა, როცა შეგიძლია რომ იბედნიერო, ხო? ასევე ძალიან დიდი როლი აქვს ამ პერიოდში, სირთულეების პერიოდში, ჩვენს გარშემომყოფებს, ხო? ჩვენ საუბრობდით აი კომპლიმენტს რამხელა ძალა აქვს, რამხელა მოტივაციას აძლევს ადამიანს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ეს ერთი კონკრეტული X ადამიანი მივიდა სამსახურში და არის ასევე ცუდ ხასიათზე, მას ნუ თავისი საწოლი აპატიებს იმას, რომ ცუდი ხასიათით დაალაგა ის, მაგრამ ამ დროს ადამიანები არ გპატიობენ ცუდ ხასიათს სამსახურში. ბევრმა შეიძლება ვერ მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და აი ვერ გაატარო დღე ისე, როგორც შენთვის სასურველი იყო. ასე დროს რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ ცუდ ხასიათზე მყოფებმა და როგორი უნდა იყოს რეაქცია ადამიანებისა, რომელთანაც კომუნიკაცია გვიწევს. ესე იგი დავიწყოთ ორი საკითხით. ერთი რომ ხასიათი და მოქმედება ადამიანი, მოკლედ ტრიგერსა და ჩვენ რეაქციას შორის არის ერთი წამიო და ეს წამი გვაქცევს ადამიანებს. ჩვენ არა ვარ ცხოველები, რომ რაღაცა რომ მოხდეს შეგეშინდა და დაიხეფე. ძაღლს არ შეუძლია გადაწყვიტოს დაიხეფოს თუ არა. ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს დაიხეფოს თუ არა, ხო? ამიტომ გარემოებები არის რაც არის და ჩვენ გავლენა ზოგიერთზე გვაქვს და ბევრზე არა გვაქვს, მაგრამ შენ რას მოიმოქმედებ, ამაზე გავლენა ყოველ მაგალითად, კარგი გამარჯობა არის ლოგინის გასწორებაზე, რომ ლაპარაკობთ, კარგი გამარჯობით დაიწყე. შენ ცუდ ხასიათზე მყოფი, თუ შეგიძლია რომ კარგი გამარჯობით დაიწყო, გამარჯობა ადამიანი ყოფილხარ და არ ყოფილხარ, ესე იგი რაღაცა სხვა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი რომ ვისაც ვუჩივით რომ არ დაგიფასა პირველ რიგში შენი თავია. ლოგინის გასწორებაზე იმიტომ ლაპარაკობთ, რომ სარკეს შენ თავს უჩახედა, ვამბობენ რომ ოქროს თევზს ელაპარაკები ყოველ დილით. და რასაც ეტყვი, თუ ეტყვი ოქროს თევზს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, უბედურებაა, გარშემო რა ხდება, რა ვაიმე რა საშინელება ძილი მაკლია, აი მაგ პროგრამას აიღებს და მთელი დღე ატრიალებს მაგ ფირფიტას. და რასაც აუცილებს შენ იგივე ცალსახად და გიბრუნდება, მე ის აისახება ადამიანებში. აბა კარგი გამარჯობა უთხარი და ნახე რა დაგხვდება, კომპლიმენტი უთხარი კოლეგას და ნახე რა
გადაგხვდება, ხო? პოზიტივი დაგხვდება და მაგითო წინა კაცი უკანასი ხიდიაო, ხო? მაგაგებითაც არის, რომ შენ უნდა უთხრა ყველას, რომ მე კარგ ხასიათზე კი არა ვარ და იმიტომ კი არ გეუბნებით კარგ გამარჯვებას. მიყვარ ხართ, მომწონ ხართ და გაფასებთ და ამიტომ ვაკეთებ, თორე შეიძლება ხან ცუდად ვარ, ხან კარგად ვარ, ხო? და პირველი მთავარი შემფასებელი და მიმღებით შენი კომპლიმენტების და იმის შენი თავია და შენ თავს თუ ვერ მიხედავ, ერთ ხვებს ვერ მიხედავ და იგივე არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, რაზეც საუბრობთ, ხანდახან მაინც თითქოს რთულია ხოლმე ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადმოტანა. აი თუნდაც, როდესაც ვდგებით და დილით სარკესთან გვაქვს კომუნიკაცია და მარტოები ვართ ჩვენს თავთან. არსებობს რაიმე ხერხი, რაიმე ძალა, რაიმე რიტუალის მაგვარი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და გამოსვლისას ეს დიდწილად დაგვეხმარება. აი მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარი. სამსახად, ესე იგი, საუბრამდე ის თქვათ, რომ მოკლედ ძილი თუ არ ყოფნის, დამთავრებული ამბავი. მოკლედ სამწუხაროდ არც მე და არც არავის არ აქვს რჩევა, ესე იგი, ძილი როცა არ ყოფნის რა ქნა. მოკლედ იგი თავი თუ გინდა გაიუბედუროთ, გარანტირებული მეთოდია ძილის არ ყოფნა და მშობლობაზე ვსაუბრობდით და მოკლედ ყველაზე რთული ტვირთი მაგაგებით არის. ერთი მოკლედ ეგ საჩუქარი გაუკეთე იქ შენ თავს რომ ძილი გეყოს და მეორე დილას რაც შეეხება ასე ვთქვათ შენ თავთან იმას ხო პოზიტივზე კონცენტრაცია თქვენ შესავალშიც იყო რომ რას გააკეთებ და რას შეძლებ და ხასიათზე მიეცი შენ თავს ნება ეგ საჩუქარი რომ იყავი ცუდ ხასიათზე ოღონდ ლოგინი გაასწორე იყავი ცუდ ხასიათზე ოღონდ კარგი გამარჯობა არ დაგავიწეს იყავი ცუდ ხასიათზე ოღონდ გადაცემას მიხედე და შეხედეთ ამას როგორც კომპენსაციას რომ ცუდ ხასიათზე ისედაც ვარ და ეხლა კიდე დავიმძიმო ტვირთი ცუდი გადაცემა გავაკეთო და მე კიდე ორჯერ ცუდ ხასიათზე ვიყო ანუ მოკლედ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ცოტათი კარგი ხასიათის ფეტიში გვაქვს ეს ჩვენი საუკუნის იმადითლება რომ თითქოს სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო და ვინ თქვა კაცო ათასობით წელი სულ ცუდ ხასიათზე იყვნენ ლამის და 1000-ში ერთხელ დღესასწაული იყო დღესასწაული იმიტომ რომ კარგ ხასიათზე იყავი დაახლოებით და ყოველ დღე არ იქნება დღესასწაული ყოველ დღე იქნება ჩვეულებრივი დღე როცა შენ და გაიღვიძო და თქვა რომ გავივლი ამ დღეს ღირსეულად და ვისაც ვჭირდები იმ ხალხს არ დავაღალატებ ხო მაყურებელი იქნება თუ კოლეგა იქნება თუ შვილი თუ ისა და დანარჩენ დღეს ასწაული როცა მოვა ვისასწაულებ იმ დღეს ხო ამიტომ თქვენ თავს უთხარით რომ ეს არის კიდევ ერთი დღე მადლობა ღმერთს ესე დილის ლოცვებს ეგ ისაა რომ მადლობა ღმერთს რომ დადგა ეს დღე შეიძლება არ დამდგარიყო ხო და დადგა და ეხა შესაბამისად მოვიქცეთ ასე ვთქვათ გავიაროთ ეს დღე და არა ის რომ აუცილებლად ბედნიერები უნდა ვიყოთ და ფეერვერკები უნდა ისა ეგ მოლოდინიც აფუჭებს საქმეს რომ შენ თუ ყოველდღიელი რომ სასწაულები მოხდება არ მოხდება სასწაულები კი ბატონო ალექსანდრე გულერებს ამ ყველაფერს რომ შეიძლება არ გქონდეს განწყობა კარგი გამარჯვების, მაგრამ გქონდეს ჩვევა კარგი გამარჯვების და მთელი მუღამი არის ეგ რა. ბატონო ალექსანდრე, მე ყოველთვის ძალიან მიყვარს თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ მსგავსი თემები როგორც წესი თეორიულია და შეიძლება დიდი დოზით ლიტერატურაც მოისმინოს მაყურებელმა, მაგრამ თქვენ რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებთ იმას, რომ ძალიან მარტივი რჩევებით და თქვენი გამოცდილების გაზიარებით მაყურებელზე რაღაცა მნიშვნელოვანი აღმოგვაჩენინოთ ხოლმე. შეიძლება იყოს თეორიული, მაგრამ ჩვენ ვიყავთ პრაქტიკულ რჩევებში. ნამდვილად და ეს ამაში დამეთანხმება მე მაყურებელი დარწმუნებული ვარ. ალექსანდრე ჭეჯელავა იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც კიდევ არაერთხელ იქნება ამ წლის განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ. და მადლობა იმისთვის, რომ არასდროს ეუბნებით მაყურებელს უარს ურთიერთობაზე. დიდი მადლობა დროებით გემშვიდობებით. მოკლედ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ